სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა 2020 წლის 9 თებერვალს. ჩვენ 71 ნაწილს მალე დავამთავრებთ და შემდეგი კითხვა ეხება დროის ათვლას ზეცაში. თუ დიდი ურვის დროს მოვლენებს აქვს თანმიმდევრობა, ესე იგი ზეცაშიც არის დროის ათვლა? გამარჯობა პასტორ ჯონ, გამარჯობა, მე მქვია ბრიანა. ჩემი კითხვა მდგომარეობს, როგორც ჩანს ზეცაში მოვლენების თანმიმდევრობა ხდება. როდესაც გამოცხადების წიგნში ნათქვამია გრაგნილების გახსნის შესახებ და ის თანმიმდევრობით მიდის გრაგნილებს ცვლის საყვირები, შემდეგ თასები. ესე იგი არის თუ არა დრო და დროის ათვლა ზეცაში? თუ არის, როგორ მუშაობს ის და ისევია როგორც აქ? და ჯონ მაკარტური პასუხობს. არა, ზეცაში დრო არ არის, იქ არის უდროობა. ჩვენ ვიმყოფებით აქ, სივრცესა და დროის სამყაროში. ამ სამყაროდ გარეთ კი დრო არ არსებობს. ღმერთი მარადიულია, ზეცა არის ღვთის სამყოფელი. სინამდვილეში ვფიქრობ, ალბათ დაგეხმარებათ ეს, როდესაც 64-ში სამუდამო წასვლაზე ვფიქრობ, თქვენ ალბათ იფიქრეთ. მაგალითად, აქ ვარ 480 წელია და იცით 900 წელზე მეტი ცხოვრობდნენ ადამიანები. და შენ განიცდი ფიქრობ, როგორ ვიქნები იქ, სადაც დროის ათვლა არ არის? იქ დრო არ იქნება. რადგან თუ 64-ში დრო იქნებოდა, თქვენ მოგიწევდათ იმ ფაქტთან შეგუება, რომ რაღაც უსასრულოს უყურებთ. და საუკეთესო შემთხვევაშიც კი ეს შეიძლება ცოტათი შემაშინებელი იყოს და შიშის მომკვრელი. ასე რომ 64-ის გაგების გზა ეს არის უდროობა. ეს ნიშნავს, რომ 64 არის ერთი მომენტი, რომელიც არასდროს ჩერდება. ერთი მომენტი, რომელიც არ მიმდინარეობს და არ მიდის. დროის გასვლის შეგრძნება საერთოდ არ არსებობს. ასე რომ 64-ში დრო არ არსებობს. როდესაც კითხულობთ გამოცხადების წიგნის მე-6 ან თუნდაც მე-5 თავიდან უფალი იესო მოდის და იღებს გრაგნილს მამის ხელიდან. გრაგნილი წარმოადგენს როგორც ძველ დროში იყო ანდერძს და აღთქმას. რასაც ისინი აკეთებდნენ იყო ის, რომ ვიღაცა დაწერდა ანდერძს, დალუქავდა და დაახვევდა. კიდევ დალუქავდა, დაახვევდა. შემდეგ ისევ დაახვევდა და დალუქავდა. ამ გრაგნილის შემთხვევაში მას ბეჭდები ჰქონდა და როდესაც უფალმა იესომ აიღო გრაგნილი მამის ტახტიდან, დაიწყო ბეჭდების ახსნა და ის ხსნიდა ღვთის ნებას, რაც იყო სამყაროს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც მას გადაეცა მამისაგან. ეს იყო ის, ვინც გახსოვთ წერია, ვინ არის ღირსი? ვინ იყო ღირსი გრაგნილის გახსნის და არავინ გამოჩნდა. გახსოვთ და იოანე დამწუხრდება, როდესაც გადმოცემს ამ ამბავს. და შემდეგ გამოდის დაკლული კრავი, იღებს გრაგნილს და იწყებს მის გაშლას. ეს უბრალოდ სიმბოლური გზა იმის საჩვენებლად, როდესაც უფალი მომავალ დროში, რომელიც ცნობილი ერგოს დიდი ურვა, დიდი გასაჭირი, უკან დაიბრუნებს სამყაროს და ხდება გარკვეული მოვლენების სერია. 6 მოვლენა ჩამოთვლილია, როგორც 6 მოქმედება, რომელიც გამოდის გრაგნილის გახვევის გახსნის შემდეგ. შემდეგ კი ბოლოს გრაგნილიდან გამოდის მე-7 საყვირი და თითოეული მათგანი თანმიმდევრობით არის ჩამოთვლილი. ასე რომ მე-7 ბეჭედი გადადის საყვირებში, ხოლო მე-7 საყვირი შემდეგ გადადის 7 თასში, რაც კიდევ გადადის 7 სამჟავრო. რაც არის თვითონ კიდევ ეს თასი 7 სამჟავრო. ეს არის მთელი თანმიმდევრული სამჟავრო, რომელიც მიედინება დიდი გასაჭირის დროს მე-6 თავიდან მე-18 თავამდე და შემდეგ თქვენ გაქვთ უკვე ქრისტეს დაბრუნება მე-19 თავში. მაგრამ ეს სინამდვილეში არ არის ზეცაში. ეს ყურადღება მისაქცევია, ხომ, რომ ზეცაში კი არ მიდის ეს მოვლენები, უბრალოდ ზეცაში გადმოცემენ, მაგრამ მოვლენები ვითარდება ქვევით აქ სამყაროში დედამიწაზე. ეს უბრალოდ გზაა ამ მოვლენების ისტორიის გასაშლელად, როდესაც თავად უფალი გასაჭირის დროს განაჩენს გამოუტანს სამყაროს და უკან დაებრუნებს ქმნილებას და ბოლოს ამყარებს თავის სამეფოს, 1000 წლეულ სამეფოს. და მამას მოყვება შემდეგ ისევ სატანის გამოშვება 1000 წლის შემდეგ და მერე საერთოდ დაწვა და ამ ძველის გაქრობა და ახალი ცისა და ახალი მიწის შექმნა. მადლობა კითხვისათვის.